ვამბობთ აი თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. ხო აი ეს ახლა ვიღაცის ყურში შეიძლება იყოს რაღაცა უბრალოდ ტრივიალური ტრაფარეტული ფრაზა, აი ამ პარტიამ ეს სლოგანი ასე ვთქვათ აირჩია, ეს მოტო აირჩია და მე რამე, ხო? აი მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად უნდა აუხსნათ ჩვენს გარშემო მოქალაქეებს რა იდეას ვდებთ და რას ნიშნავს მოქმედებაში, სიცოცხლეში თავისუფლება, რა არის თავისუფლება, რა არის ეს თანასწორობა და რას ნიშნავს სოლიდარობა, განსაკუთრებით პროგრესული სოლიდარობა. იმიტომ რომ ჩემი აზრით სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რომ საუბრობთ ბევრ სოლიდარობის იდეამ ნახეთ და დავარქვით პროგრესული სოლიდარობის იდეაზე ჩვენ პროგრამას. აგებული, იმიტომ რომ ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გვაკლია ქართველებს, არა მარტო დღეს, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ნახეთ. ქართველებს გვაკლია სოლიდარობა. ნახე, მარტივად. ამას დაიხვევენ შენაცო, დაიხვევენ. მაგრამ გავლახო არც რაგერე პრობლემა, ჩვენ იმისთვის ვარ, ჩვენი იდეები, ხო, ჩვენი იდეები თქვა და თან ავხსნათ. თუ არასწორები ვართ, კიდე ერთხელ ვამბობ. თუ თვლით, რომ ჩვენი იდეა არასწორია, ჩვენ ზად ვართ ამაზე ვისაუბროთ და ამ კორექტირება გავაკეთოთ ჩვენი იდეის, ასევე თუ არ ვყოთ, ახალი იდეებით წამოვიდეთ. ანუ ჩვენ ღია ვართ ამისთვის ყოველთვის. ნახე, რატო გვაკლეს? მარტო მაგალითად შევხედოთ. ნაცი კოცი თუ განსხვავებულად აზროვნებ, შენს მიმართ გულწრფელ აზროვნებაზე აქვს, თუნდაც კომუნისტი იყო და თუნდაც პუტინისტი იყო. გულწრფელად წავსო პუტინი გადააჭერს ქვეყანას, ხო? ამის მიმღებლობა არა აქვს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს. ანუ შენთან ერთად სუფრაზე დაждდომა, შენთან ერთად საქმის კეთება აღარ უნდა, მტერად გთვლის. ეს არის საშინელება. ანუ პროპაგანდის ნაწილია. ხო, ანუ ნახე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ქვეყანა ნაცის, კოცის, სოციალისტის, არასოციალისტის, ქურდის, ამაზე ყველას ერთად ასაშენებელია. ჩვენ 3 მილიონიც არა ვართ, ხო, რეალურად დარჩენილი ვართ ამ ქვეყანაში, რეალურად, ხო? და ჩამოვიდეთ ყველა ამ ქვეყანაში, 4 მილიონამდე შეიძლება მივიდეთ. სადა გვყავს ჩვენ დასაკარგი რესურსი, ხო? და არ არსებობს სიტუაცია, რომ გლობალური ერთიანი იდეის გარშემო ადამიანები არ გაერთიანდება. ხო, ორივე მხარიდან გესმის ლაშა, მე მესმოდა ამ მხარიდანაც რომ დედას გიტირებთ, ძვლებში გადაგტეხავთ, დედავატირე და თუნდაც დაწყებული ის რომ უცნობის რაღაცა საშინელი გადაცემა როა და ამ მეორე მხრის რომ აი ავტომატებით გამოვალ და ეს რადიკალიზმი ეგრევე დაიკარგება. აბსოლუტური რადიკალიზმი ორივე მხრიდან რა. კოცი და ნაცი, ეს დაჯდებიან, ისაუბრებენ და ერთმანეთს ტრაც არ ჩათვლიან. ეს რადიკალიზმი ეგრევე გაქრება ქვეყანაში. ტრობა, ანუ იდეის გამომტრობა მათ შორის ოჯახებში ეგრევე გაქრება. ანუ რა არის სოლიდარობა და პროგრესული სოლიდარობა? რომ დავსვათ კოცი და ნაცი და ჩვენს გვერდზე მოვიждეთ და ადამიანებმა შემძლოთ ერთად ცხოვრება, ადამიანებმა შემძლოთ ერთმანეთის მიღწევა და ერთად მუშაობა და გიჩავს ახლა მსმენელი რა როგორ ფიქრობს ლაშა მგელაძე, გიგიშა პატარიძე და პარტია ჩვენ, როგორ ქმედითი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ რომ აი ეს პროპაგანდით გაღვივებული შუღლი და დაგსაქსე და იბატონეს პრინციპი როგორ შეიძლება წავარიგოთ ეს არის იდეა ერთი. ხო, რაც უნდა, ანუ ეს არის იდეა, ამ იდეაზე დაფუძნებული არის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ხალხმა და გაითქვა. როგორ? წამოვიდეთ ძევით. ხო? თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა თქვით. თანასწორობა რას ნიშნავს? კანონის წინაშე თანასწორობას. კანონის უზენაესობას. ანუ მარტივად რო ავხსნათ რა? მე მომივიდა მდინარაძესთან დავა. მდინარაძე მტყუანია. მე მივდივარ სასამართლოში და სასამართლო მდინარაძეს გაამტყუნებს. ამის იმედი მაქვს. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ როგორ არის ეს მიღწევა? ჩვენ უნდა შევქმნათ ესეთი სამართლებრივი სისტემა, დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოქალაქეს და ამ ქვეყნის არ მოქალაქეს შეეძლოს სამართლის მიღწევა.